საფასადე ფანჯრების, ვიტრაჟების და კარების სწორი გერმეტიზაცია. ბევრი ამ ეტაპზე უშვებს შეცდომას და არასწორად სვავს ფანჯრებს, ანუ ჩასვეს ფანჯარა, ქაფით შემოავს ეს გაჭედეს ფანჯარა და გარედან გალესეს და გონიათ რომ აქ მორჩა ფანჯრის დაყენება. არა. ფანჯრების ირგვლივ ეგრეთ წოდებულ გარე ატკოსებში ძალიან ხშირად რჩება წყალი, წვიმის დროს, თოვლის დროს და ეს წყალი თუ არასწორად არის დაყენებული ფანჯარა, შემოდის შიგნით. რა უნდა გავაკეთოთ? არსებობს გერმეტიკი, იმის მერე რომ ფანჯრებს ჩავსვავთ, გავქაფავთ, უნდა წაუსვათ რეზინის გერმეტიკი, სილიკონი, სპეციალური ოღონდ საფასადე სამუშაოებისთვის, როგორ გვეუბნება სამშენებლო ნორმა და წესების წიგნი. ანუ უნდა წაუსვათ იმ სისქის, რომ 3 მილიმეტრი გადადიოდეს ფანჯრის ჩარჩოზე და 3 მილიმეტრი გადადიოდეს კედელზე. ანუ ის სისქე, რომელიც არის ფანჯრასა და კედელს შორის, პლუს 3 მილიმეტრი ფანჯრის ჩარჩოზე და 3 მილიმეტრი კედელზე. ეს ყველაფერი რო შეშრება, მერე უკვე შეგიძლიათ შელესოთ, დაამუშაოთ და ასე შემდეგ. რატო არ არის საჭირო მეტი? იმიტომ რომ მერე ხელს შეგუშლის მოპირკეთებაში ეს სილიკონი. მასალა ისეთი რომ ვერ წაусმევთ წებოცემეთ და ასე შემდეგ. ამიტომ 2-3 მილიმეტრი ჩარჩოზე, 2-3 მილიმეტრი კედელზე. გამოიწერეთ ჩვენი არხი, აქ საუბრობთ მშენებლობაზე, თქვენი მშენებლობის თაობაზე, გამოგვიგზავნეთ პროექტი და გეცვლით ხარჯ-ჩაღრიცხვას.